მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ დღეს ამ ვიდეოში ნახავთ. შეგიძლია სიმართლეს ბოლო მეკაუგოთ ჩემი სახელია დადებითი პერსონა ვერასდროს ვერ გავიმეტებ თუ კი ოქროთორმეს სროლა გონი შენი საბლის რო ცლოვი და ემდროა ბიჭო შენ როგორ უნდა გვასწავლო ჩვენ სკოლა ჩემი პერსონა ამუდამ დადებითი და ხარისხით რო შეიღე მოდი გადადებითი რომ მეკითხები რითი ხარ ორითი და იმითი რომ ჩემი ძმები დონსობ და არ ბონსობ ხალითი ბევრი მართალია ბევრი არის ფრიდი და ბევრსაც ვიცი რომ დაეთხო სულ არ ყოფითია ჩემი სტილი არის სულ მითითებითი რომ შურიკათი ვონსობ და კიდე თანთენითი ყურებში გუთანგი თუ ფაკი ჩივნითი და როგორ ვიკაიფო ამის ვერები ვიფითი გოსო ამიტომ რომ გამოვყოვე სულ არ ყოფითი დასი 4 შავი სკოლა ვაჩია და პითი ყველას ნაწერი სიმართლის ტოლი როდია რაც მუდამ დაგაბაუნსებს ისმინე ეს მელოდია ბავშვები ნიღაბს ირგებენ თამაშობენ ამ ბოდიალს ჩვენი როლია მთავარი და მათი ეპიზოდია როგორ გვევასეს აგერ ნიკუშა, მიესალმეთ მა. სალამი. ჩვენთან არის კაცი ველოდება კიდე ვაგზალზე ნოტარიუსთან რო წავიდეთ. ამის პატრონი არის ამერიკაში. ერთ ორი მოწმე არის საჭირო რომ მე პატრონი არ ნამდვილად ის არის, ნამდვილად მე ვიფორმებ ავტომობილს, მინდობილობას დავწერთ, მე გავად მუხიაში ვანოგელოდება და შემდეგ უკვე ჩაგერთვებით რუსთავიდან რა გზადაგზა კიდე გადავიღებ. ნიკა სადზი ხარ? კრიშაზევზი ვარ იმენა. კრიშაზევზი ხარ. აი ამ მანქანის კრიშაზევზი. იმენა ეცი მაგარისაც ვიყო ახალგაზრდა ეხა ის გადმოვჭერით პეკინზე ჩავა. ჯეკლასის სიმაღლეზე ვარ ცოტა მაყვადაში. ინახ ვარდიოზე ვიდე. ეგეთი რაღაცები არ მევასე. მიდი გადავარტყი. რა უნდა გადავარტყი. სალონზე არაფერი მithkom, სიდიაში ვაპირებდი რომ გავაჩერდი მანქანას მერი საუბარს და გეტყვით რომ დაახლოებით ერთი ალბათ 5 თვის განმავლობაში ვეძებდი ჯიპს მოკლედ და აი სუეზი მანქანა ვერაფერი ვერ ვნახე და ეს ავტომობილი მოკლედ გაიყიდა იმიტომ რომ ამის მე პატრონი არის ამერიკაში მიდიოდა მოკლედ და წინა დღეებში დადო ეს მანქანა რომ ეჩქარებოდა მოკლედ და უნდა გაყიდვა და მე წავედი და იმ დღესო ჩამოვიყვანე მოკლედ ქუთაისში იყო ეს მანქანა და ქუთაისიდან წამოვიყვანე რაღაც პატარა ელემენტარული პრობლემები ჰქონდა ამ ეტაპზეც ეხლა წინა წამყვანი არის მოკლედ ტრექშენ კონტროლი ბლოკირება და ყველაფერი აქვს მოკლედ რა ის ელექტრონული ბლოკირებული ხიდები აქვს და აღჭურვილი არის 8 ცილინდრით არის 4 და 6 და ძალიან მაგრად არის 3 ტონა არის მანქანა და რავი ჩემი გამოთვლებით სადღაც 5 წამში ჩქარდება 0.80 იმიტომ რომ აი თბილისის პირობებში სადაც ეხლა დავაჭირე ამ ხელა მანქანით ეხლა თავის ნახავთ ვერ დავუკეტავ იმიტომ რომ დალიფტულია მაღალი არის და ძალიან ქანაობს ამ ხიდებს და ყველაფერს მოვაგვარებთ სამომავლოდ და ახლო მომავალში და შემდეგ უკვე დაჟე თოვლებშიც ზამთრისაბურავები ვიყენი 4-ვე ახლები და თოვლშიც აუცილებლად გავტესტავთ და შეიძლება კრიშამდეც დავმარხოთ ტალახში და თოვლში ხა ჩემი ვიდეო ვიცით ხოლმე საუბრით არ ხდება საქმით ვამტკიცებთ ხოლმე ყველაფერს ну როგორც ჩვენი BMW ტიპს რეალებთ ვეცდებით მაქსიმალურად რომ ოფროუდით შემოგთავაზოთ მოვედით საუთი ჩვენ ხელშია მანქანაც აგერ არის და ეხლა წავედით მუხიანში ვანოსთან ანიკოსთანაც მოვედით ეხლა დრაივში გავჩერდით ცოტას ვისვენებთ ამ ადგილსაც უნდა ვესტუმროთ მალე აგერ ლილუ არენა აუ რა მაგრად იღებს თუ არ გადავა მანქანას რეალებს ეხლა გაჩვენეთ ნახეთ საიდან ვიღებ როსტა ამას უყურეთ საყოლ ძმა მიდი მოვიდით ეხლა რუსთავში 5 საგრია მოკლედ 20 წუთი და 6-მდე მუშაობენ წესით უნდა მოვასწროთ დღეს მარე გაფორმებაც ეხლა შევალთ უკვე რუსთავში და იქიდან ჩაგერთვით არჩე ვერ გამოვძვერით. კიდე ავიღე მოკლედ ამ ნომრს. კაროჩე, ეხა ვართ გლდანში, გლდანის ზემოთ ვასთან ვართ. ამის დასაყრობილებასთან თუ რაღაცასთან საყრობილებასთან და ხშია მაგრად ამ მანქანა ვერ გავიფორმეთ. მაცა ადეძმა ლაპარაკი. მანქანა ვერ გავიფორმეთ იტოფი და გვაგვიან და 10 წუთი. დრაიში რაღაცას ეძებდი და ვერ იყო და ვერც გავიფორმეთ და ეხლა ხშია. კიდე წვაზე მინდოდა რომ მეთქვა.
100 კილომეტრზე რავი 1.25 ლიტრა დაწვა ძალიან ბევრს წოვს. მაგრამ რავი ისეთი მუღამი აქვს მოკლედ ამ 8 ცილინდრიანის მარტოს, აი პატარაზე ვეხები გასთან ნახეთ როგორ მიდის როსტო. იმდენად კარგი სამართავის კუზაოს რო ერევა ამ ხელა მანქანა და იმდენად თან კარგი აჩქარება აქვს რომ მე პირადად მიღირს რა მირჩევნია ბევრი დაწვას და ესე იაროს ვიდრე რაღაცა 4 ცილინდრიანი პატარა ძრავი ვყავდეს და ვეხვეწებოდე რომ წავიდეს და თან ცოტა დაწვას რა მირჩევნია ესე ბევრად. ნიკა შენ რას ფიქრობ? ეგრეა. ხო, ჩამოვიდი რუსთავში, ეხლა შევამოწვევთ მანქანას და მე უკვე შევალთ ეგრევე ნომრების ასაღებად. ეხ ჩავმიგდა GoPro სამაგრი. როგორც გითხარით, აგერ GoPro სამაგრი. ამ წამს ჩამოვიდი, როდესაც რეალის ვიდეოს მოვჩი. რეალურად თოვლს დადნა და აღარ აქვს აზრი, მაგრამ ეს ბოლოს რეალი არ იყო თოვლში და არც ბოლო ვიდეო არ ყოფილა, ამიტომაც ეს ძალიან გამოგვადგება და იმედია მოგეწონებათ. მაჩემო მე წამოვალო, კაროჩე და მიეკა თავის მაკაცის მანქანით არის ის ჯიპით. აგერ GoPro-ც ხოძე არის და დალში უკვე გარე კადრებს ვეცდები რომ მამაჩემს გადავაღებინო რა. მამაჩემა მე ვიცი უკეთესი ადგილი ხა სადაც მინდა შესვლა იმას გავსდით და წამოდიო მე შევიდეთო მაადო. ხა უნდა გამჭედო სადღაც ეგ გადადიან. დაგველოდება წინ, აბა ვნახოთ რა სიზო. ეგ არის. ნახოთ აბა ერთი თუ ავალთ. რაზად გასტა რამე არ ვთქვა. რანაირად თო პრობლემო. ოუ მაგარი პიზდეცი არის ძმებო ისეთ დაღმართზე ჩასვლა. ხმარ ვიცი როგორ გესმით ეხა ჩემი მედია კარგად ისის, მაგრამ უკან რომ ისა მეჯახა ის. სად გამომადგა ჩემი BMW სკილები რო ცურდება და იგრიხება ვიჭერ. იმენა გამწირა მამაჩემო, თო ის აწაო მიყვანა. ეხა პირველში მაგ და ისე ჩამოვედი. მოვიდით შემდეგ ლოკაციაზე. და ამის შემდეგში მე კიდე ერთი ლოკაცია მაქვს. მამაჩემი ეხა როგორც ამბობს, უკანა საბურავი ერთი ეხმარებოდაო, რა მთლად წინებიც არ არის და ზოგ მომენტში შეიძლება ვაფშე 4-ვე მას დაიჭიროს რა. იმენა ჩათვალეთ ეს მანქანა არის BMW. BMW სისტემა აქვს, BMW-ს კომპიუტერი აქვს და ტრექშენები, აი ხა 8-ია რა, ჩემ მანქანაზეც ეგრე არის. ანუ ეგ ტრექშენი თუ აირია, არც ABS-ი მუშაობს და ყველაფერი გამოდის წყობილებიდან და ზუსტად ანალოგიური ჭირს ეხა ამასაც. რა თხიცაც ვეღარ ხედავს პროგრამა და კომპიუტერი და ვერ ატრიალებს მაგიტო 4-ვეს. რა მაგას მოვაგვარებ და მე ვაფშე მძიმე ოფროუდს გადავიღებ, ისეთი როგორც ჩვენ შეგვეფერება. ნახეთ რას დადის. ხო და ეხა წავედით აი აგერ აი სად. ეგა. ავიდე ხო? არა იმენა ფეხებზე გიდია, ო საკაიფო ტუნდი.
რას გონი გინდა? ცოტა რას გონი გინდა და ამბობ. რას გონი არა ყოფნის? Access dip. ედება? ეხა Instagram-ის უცებ ერთი თესლი ფოტო გადავიღოთ. ხანა ყველანაირი მოლოდინებს გადააჭარბა, ეხა როგორც მე ესეთ სიაქვს მართლა არ ველოდებოდი, იმიტომ რომ სული ყინული იყო, რა ვიცი. ეხლა ვართ ბეთანიას უკვე გამომსწრები და წვერის მონასტერი ვიცით, მოკლედ წვერის გზაზე ვართ და ეხლა მათ ჩავდივართ. ეგ არის იწყება ეხლა ისევ გაუყვალავში გადასვლები და რაღაცეები.
არა, ცურავს. კიდევ კაი წამოვიდნენ, თორე ანუ მარტო მამდეს მართლა არ გავუბედავთ, იქაც არ ავიდოდ იქ. აღმართზე სადაც ვცადეთ ასო. ხო. ისე? ო, აბა მოდი. ეხლა იქ დაიღე. მიდი აბა. მიდი. არა, ძმაო, ფეხებზე კიდე. მიდი აბა. არაფერია ეს. აი ესე ცერად გადადი აბა რომ დიაგონალი დაიჭიროს. ისეთი არაფერი აქ ვაპირებდი მარტო წამოსვლას, ჩემები ვარ ყოფილიყვნენ აქ იმენა BMW-ით ვარ ჩემი წამოსulis და არაფერი ისეთი გზა არ არის რა. ხო და ეხლა ამ წელს GoPro დამიჯდა. ხო და ის არა ქვია. აღარც არაფერია პრინციპში GoPro-თი გადასაღები, რაც რამე იქნება ეს მობილურით გადავიღებ. ოპა, მოწყდა. დავაი ხა ჩვენ. დავით ეხლა გავაჩევთ, მე გავურიცხოთ. დღეს აღარ მაქვს მაგის თავი. ჩვენი ვიდეოს დასასრულს უახლოვდება. უბრალოდ რო დაგკვირდით რაღაცებს გაჩვენებთ გვახოდან ეხლა შეგახედებთ. რაფტორით არის შეღებილი და ძალიან მარტივი არის ამის გარეთ, ხო არც გამშლება ჭირდება, არც ტალა ხდება და არაფერი. უკან აღარ დავსვი, აღარ დავждები. გაჩვენებთ მოკლედ, ესეთი სიდენიები არის, ტყავის და დახეული და რამე არ არის. არის ესეთი რაღაც კიდე, ესე ჩამოდის და აქ ჭიქების სათავსო გამოდის, ვერ დავამუღამე. ზემოთ ეს რო დაждები, ესეთი რაღაც სათავსოები აქვს, კომფორტზე არის გათვლილი ეს მანქანა. აქაც ჩაულებრივად ადგილები აქვს, საფერფლე აქვს. და მოიყურება მოკლედ ესე რა უკანა სივრცე. უკან საბარგულით საკუთარ ტევადი არის. ალკანტარას ჭერი გვაქვს, ლუკიც არის და ჩაულებრივად ლუკიც მუშაობს. სათავსოები აქვს. კიდე რავი ამ წლოვანების მანქანისთვის ნახეთ. სავაზლები, მემორი არის, ჩაულებრივად მუშაობს. და რავი მოკლედ ესეთი არის რა. მადლობას იხდით ვინც ბოლომდე გაზელით და უყურეთ. ესეც ჩვენი მთავარი გმირი. ნახეთ რა პატარაა.